სად ხართ ახლა და რა ეტაპს გადიხართ პირად სასიყვარულო ურთიერთობაში, რა შეცდომას უშვებთ თქვენს ჩაფიქრებულ პარტნიორთან ურთიერთობაში, რა უნდა გამოასწოროთ. ბალანსისთვის დალაიქეთ ვიდეო, კომენტარში გამიზიარეთ სითბო, სიყვარული შევქმნათ თბილი დადებითი ენერგიები, გავუზიაროთ ერთმანეთს სითბო, რადგან მეგონი სადაც გვაკლია ადამიანებს ეს სიყვარული და უფრო მეტი სამწუხაროდ აგრესია და დაძაბულობა ხშირად მეტად არის. ამიტომ სადღაც სიყვარულის და თბილი ენერგიების ველს თუ შევქმნით და თუ ეს ვიდეო იქნება ამ ენერგიის გამტარი, მხარული და ბედნიერი ვიქნები. მოკლედ, დავიწყოთ ახლა, სად ხართ ახლა თქვენ და თქვენი პარტნიორი, რა ეტაპზე გახართ ურთიერთობის. კი ბატონო, თქვენი როლი როგორია ამ ურთიერთობაში და თქვენი პარტნიორის. ცალ-ცალკე ვნახავ, ჯერ თქვენსაც ვნახავ. თქვენი პარტნიორის ობიექტური როლი როგორია თქვენთან მიმართებაში, როგორ მოქმედებს. აშკარად თქვენი პარტნიორი არეულია. საკმაოდ იმიტომ ძალიან გადმოცემდა კარტები. და ნახოთ რა შეცდომას უშვებთ თქვენ ამ ურთიერთობაში. შეიძლება შეცდომა ის რომ რაღაცას ითმენთ. შესაძლებელია ეს შეცდომა იყოს, არ ვიცი წინასწარ რამოა, მაგრამ ნახოთ რა შეცდომას უშვებთ. ესე იგი, ახლანდელ ურთიერთობაზე ვიტყოდი, რომ აქ ურთიერთობა თითქოს და მინელებულ ფაზაშია, შესაძლებელია გარკვეულ ტრანსფორმაციულ ენერგიებში იმყოფებით, ან დაპაუზებულია ურთიერთობა, ან გაციებულია, აი თითქოს გრძნობები, ემოციები, სიცივე აქ, მეტი კრიტიკა შეიძლება იყოს, უკმაყოფილობები, პრეტენზიები ერთმანეთთან დაკავშირებით გქონდეთ. შესაძლებელია აქ რაღაცა სიტუაცია დასასრულს უნდა მიუახლოვდეს და რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს აქ ურთიერთობა მდგომარეობა. უკვე დროა, თითქოს ეს ეხლანდელი და ერთი დღის დაწყებული არ არის, ეს უკვე დიდი ხანია ესე გრძელდება აქ მდგომარეობა და ახლაც ამ ფაზაში ხართ, ჯერ შეიძლება მთლად ბოლომდე შედეგი კიდე არ ჩანს, შესაძლებელია ზოგიერთ ურთიერთობაში უკვე იყოს გარკვეული დაპაუზება, განშორების მომენტები, თუ შესაძლებელია ასევე ოფიციალურ ქორწინებაში იყოს ერთ-ერთი მხარე ურთიერთობაში, ან ზოგადად თქვენ იყოთ ამ, მაგრამ ეს უფრო არის ოფიციალური და არა სიყვარულზე და გრძნობებზე. ამ ეტაპზე აქ გრძნობების ენერგიები ნაკლებად ჩანს ურთიერთობაში, აქ უფრო სიცივე, მინელების ფაზა, ტრანსფორმაციული ენერგიები, რაღაცეების დასრულება, მოკლედ. ეხლა რაც შეეხება თქვენს ობიექტურ როლს ამ ურთიერთობაში როგორია. საკმაოდ ამ ეტაპზე პასიურ და ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში დგახართ. შესაძლებელია ზურგით კი გაქვთ შექცეული ურთიერთობაზე, ადამიანზე, ან განცდა გაქვთ რომ ყველაფერი დასრულდა, ან თქვენ ვერაფერს ვერ ცვლით, აი ცოტა ისეთი შინაგანი ტანჯვები გაქვთ. შესაძლებელია მის გარეშე ძალიან გიჭირთ ეხლა ყოფნა, მასთან ხართ და არც მაშინ არ ხართ ბედნიერები, ცოტა ტოქსიკურ მიჯაჭვულობის ამბებიც ჩანს. ან შეიძლება თქვენ დაბლოკეთ, ან მაგ დაბლოკად დაიძახით რომ მე ვეღარაფერს ვერ გავაკეთებ, ახლა მისი ჯერია, ახლა მან გადმოდგას ნაბიჯი, შეიძლება იყოს. შესაძლებელია ზოგიერთ თქვენთანაც იმდენად გაწყენინათ პარტნიორმა, იმდენად დაგწყვიტათ გული, რომ ეხლა მისგან მოწოდებული ოქროს არ თუ წმინდა წყალიცაც რო არ მიიღებთ. აი შეიძლება ეგეთ პოზიციაშიც კი იყოთ ეხლა ურთიერთობაში და თქვენთვის გინდოდეთ მარტო ყოფნა. პრობლემა ასე ვიტყოდი ეხლა, რასაც აქ თქვენ როლში ვხედავ, ნეგატიურ ჭრილში რომ გადავიტანოთ, შეიძლება იყოს ის, რომ რაღაც მომენტში მსხვერპლის როლში ვარდებით ამ ურთიერთობაში. ბევრს ითმენთ და თქვენ ვერ ცვლით სურათს და მინდობილი ხართ პარტნიორზე. მოთმენა ყოველთვის არ არის კარგი, ზოგჯერ უნდა ადგეთ და აიხსნათ ეს ჯაჭვებით და უნდა გათავისუფლდეთ ამ ჯაჭვებისგან, მით უმეტეს თუ ეს ტანჯვაში გადადის ეს მოთმენა თუ უკვე დიდი ხანია გრძელდება ეს ტანჯვული სიტუაცია. ეხლა თქვენ პარტნიორს რაც შეეხება და მის მდგომარეობას თქვენთან მიმართებაში, მესამე პირები ამოსთვის. მესამე პირები შეიძლება იყოს უბრალოდ სხვა სასიყვარულო პარტნიორი, შეიძლება აქ ოჯახის წევრებიც მოვიაზროთ მესამე პირებად თქვენთან მიმართებაში, ვიღაცას, ან მეგობარი შეიძლება ვიღაცა ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის მხრიდან ურთიერთობაში ერევა. აქ უფრო მე სასიყვარულო პარტნიორებისკენ ვიხრები, მაგრამ შეიძლება სხვა ტიპი, ეხლა საჯარო გაშლა და ზუსტად ხო ყველაზე ვერ მოერგება, მაგრამ მესამე პირები არსებობს, მოკლედ მისი მხრიდან ჩარევები აშკარად არის, არც თქვენი დათმობა სურს ბოლომდე, არც მისი გაშვება უნდა, ორ სკამზე ერთად ჯდომა უნდა, აქეთაც უნდა, იქითაც უნდა რომ ყველანი დიდხანს და ბედნიერად ერთად ვიყოთ, ეს კაცი ესეთია. თქვენც უყვარხართ, ისიც უნდა, ყველა უნდა.
არ არის პრობლემა ამ მხრივ მაგისტვის ეს და მე აქ თქვენ გაქვთ პრობლემა სამაგირო თქვენ ხართ უკვე ცუდად დატანჯულები ამ სიტუაციაში ეს ერთი პარტნიორსაც შეხვდა მეორე მხრივ თუ პაუზა უნდა გამოსვლა კონტაქტზე მაგრამ ადამიანი არის ცოტა იმპულსური ხასიათების და ცოტა არამდგრადი აი უცებ შეიძლება ციდან არ საიდან გამოვარდეს, მოვიდეს, ან გეჩხუბოთ, ან უცებ გამოჩნდეს, საერთოდ გრო არ ელოდებით იმ მომენტში და თუ იმ მომენტში ვერ მოასწარით, ვერ გამოიჭირეთ, უხეშად რო ვთქვათ, მე შეიძლება ისევე წავიდეს, გაქრეს და რაღაცა პერიოდი ბოდიალოს თავთვის, მე ისევ მოვიდეს. ნუ გრადობა აკლია, სტაბილურობა აკლია. თუმცა თუ მოვიდა საკმაოდ ენერგიულად, ცეცხლოვანად შეიძლება მოვიდეს, შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში აგრესიული ქცევებიც გქონდეს თქვენს პარტნიორს. არ გამოვრიცხავ. მოკლედ ცოტა მერყევი და იმპულსური ხასიათები აქვს. რა არის ის რა შეცდომასაც უშვებთ ამ ურთიერთობაში თქვენ? თითქოს და თვალებს ხუჭავთ რაღაცა მდგომარეობაზე ამ ურთიერთობაში და რაღაცა რეალობის დანახვა და მიღება არ გსურთ. აი შეცდომა არის ეს. როდ გახართ ხელფეხშეკრულები, თვალებახვეულები და იძახით თქვენივე შექმნილ მენტალურ ჩარჩოებს, რომ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე რა გავაკეთო? მართვის სადავები ჩემს ხელში არ არის. ეს არის ის შეცდომა, რაც შეიძლება იყოს თქვენი მხრიდან. ან შესაძლებელია რაღაცეებს გრძნობთ, რომ აქ ისე არ არის ყველაფერი, მაგრამ თავს იტყუებთ რაღაც მომენტში და აი გაჭედილები ხართ, იტანჯებით, სუდად ხართ, მაგრამ იქ ირჩევნიათ იყოთ, სადაც ხართ, რადგან შეიძლება მიჩვეულები ხართ ასეთ ურთიერთობებს, რადგან თქვენთვის ეს ნაცნობი სიტუაციებია და ფიქრობთ, რომ აი გადავლახავ, დავძლევ, მოვითმენ, ასე შემდეგ. შეცდომა კიდე ის არის, რომ თუ ოჯახი გყავთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, რომ აი თითქოს და ოჯახის გამო იტანჯებით, აი რაღაცეებს ითმენთ, რომ ოჯახი არ დავანგრიო, ოჯახი არ გავაფუჭო. ეს იმას კი ანიშნავს, ხა უნდა ადგეთ და მართლა ოჯახი დაანგრიოთ, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ სხვების დასანახად კი არ უნდა იყოთ იმ სიტუაციაში, თუ გამოსწორება გინდათ, უნდა ადგეთ და გამოასწოროთ და სხვების როლში კი არ დადგეთ, შემოქმედის როლში დადგეთ და თავად შეიტანოთ თქვენი წესები, თავად შეიტანოთ ცვლილებები. აქ ნუ აი ტანჯვითი ენერგიებია, თითქოს ხელფეხივით ხა, აი გრძნობთ შინაგანად, რომ ძალა არა მაქვს მაგალითად, აი ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერაფერს ვერ ვცვლი, აი სად წავიდე, რა მოვიმოქმედო, აი გამოსავალს ვერ ხედავთ, ჩიხურ სიტუაციაში აღიქვავთ თავს და არ არის ესე ყველაფერი. რეალურად თქვენს ხელშია, აი აქ არის ეს თქვენი ხელი და აქედან შეგიძლიათ მართოთ თქვენი სხეული, თქვენი გრძნობები, თქვენი განწყობები. თქვენი ცხოვრება აქ თუ დალაგდა ქმედებებიც შესაბამისად ლაგდება. აი ამას მიაქციეთ ყურადღება, რომ მენტალური ბლოკები და ჩარჩოები მოიხსენით. ნუ გგონიათ, რომ გამოსავალი არ არსებობს, გამოსავალი ყველა სიტუაციაში არსებობს, თავარია სწორი გამოსავალი დაინახოთ. მე არ მოგიწოდებთ ისევ და ისევ განსაკუთრებით მათთვის ოჯახი ყავთ, რომ ეხა ადგეთ და ოჯახი დაანგრიოთ. აქ უბრალოდ სიყვარულის ენერგიაა გასააქტიურებელი, გულწრფელი გრძნობები და არა ტანჯვა. ტანჯვა მსხვერპლის გაღება არის დაბალი ვიბრაციული, როცა გაცნობიერებული ადამიანი რაღაცას რისთვისაც აკეთებს, ეს უფრო შედარებით მაღალი ვიბრაციულია და დაამუშავეთ საკუთარი შიშები, შეიძლება აქ შიშებიც გაქვთ მარტო დარჩენის, მიტოვების და ეს ყველაფერი აი ბოჭავთ და რასაც თქვია, ესე გაძევთ, შეიძლება ხელებშიც გრძნობდეს, რომ ძალა მეცლება, ფეხებში გრძნობდეს, რომ ძალა მეცლება და სხვების დასანახად, ნუ შექმნით იდეალურ ურთიერთობას პარტნიორთან ერთ-ერთზე უნდა იმუშაოთ აქ სიტუაციის გამოსასწორებლად. თუ მოგეწონათ ვიდეო ისევ და ისევ შეგიძლიათ დაალაიქოთ, გამიზიაროთ კომენტარში თქვენი მოსაზრებები, საერთოდ რას ფიქრობთ ამ საკითხზე, თქვენს ცხოვრებაზე, ამ ურთიერთობებზე. შეგახსენებთ, რომ პირადი გაშლებისთვის WhatsApp-ზე, Viber-ზე ან Facebook მაყურებელმა Facebook გვერდზე მომწერეთ. ენერგეტიკული წმენდის სანთლებისთვის და ზოგადად ენერგეტიკული წმენდებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად შეტყობინებაში. ბედნიერ სიყვარულით სავსე დღეს გისურვებთ.